როცა ვზივარ დაუშვათ ეხლა როგორც საერთაშორისო კომისიის წევრი ან დელეგატი ძალოსნობა იქნება ჯიბუდო იქნება ჭიდაობა უყურებ არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც მსაჯიც და სულ აკვირდები დაუშვათ შიმივაზე რაც მახჩობელა როცა მიდის ხოლმე მსაჯის პოზიციას, იმიტომ რომ თუ კი დახშობა წეიდამით უკან ვერ დაინახავს. ამიტომ მე უკვე ისე ვარ დაძაბული განსაკუთრებით აი კადეტებში, ჭაბუკებში ახლა იყო მაკედონიაში ესეთი ისა, უკვე წინასწარ ეს ვემზადები, ან წინასწარ მაქვს ჩაცმული ფეხზე ისეთი სუბუქი ის რომ მალე შევარდე და მალე გვისავქნა. და აი ამას უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად არის პოზიციების არასწორი შერჩევით და კიდევ შეჯიბრის ხარისხს გააჩნია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად რისკავენ და არ ნებდებიან ახალგაზრდები, როდესაც მედალზეა. ამ დროს ვიცი რომ აი მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს. და ამიტომ შევდებ, მაგრამ ეს არ არის ერთ არის საჯმა უნდა განიშნოს შემოხვედი, აი როგორც ფეხბურთშია ხოლმე, მაგრამ როდესაც მახშობელი ხა იქ და ის არის ამაზე იღებ შენ თავს და პირიქით ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ მე ამის საჯის პოზიციასაც ვიცავ, სხვანაირი სისტემა შევქმნი მე თვითონ იმ გუნდებსაც და იმ ლოკალ დოქტორებს, რომლებიც შეჯიბზე არიან ხოლმე, თხოვ რომ ტელეფონი გამოვთით. არ შემილია მე რომ ტელეფონზე იყო და იმიტომ რომ ერთი წამი თავი რო ჩაყუნდა იქ რაღაც ტატამზე მოხდა შეიძლება გამოიწვიოს ავის რაღაც ლეტალური შემთხვევა. სხვადასხვა იყო ექიმებისგან რომ რაღაცნაირი ის იყო რომ აი ის რატო აკეთებს და მე უთხარი რომ მოდი მე კონფერენციაზე გამოვალ ამის სიტუაციას და მოხსენ შენიშნოს. რომ მიზეზი არის თქვენში. რომ შენ ტელეფონში ხარ იმაში ხარ და იყო ესეთი ისა და მე ოფიციალურად მივიღეთ ეს კანონი, რომ ექიმი, რომელიც არის დელეგატი, კი არ უნდა იდეს ავის რაღაც VIP მასში, ხო? რაღაც პერიოდში გადიხარ რაღაც არის ხოლმე ადამიანური ის არის, უნდა ვიღაცა იყოს, რომელიც თავიდან ბოლომდე იმაშო. მე ვაკეთებ ესე, როდესაც შეჯიბზე საქართველოს ჩემი ექიმები არიან, ისინი ჯდებიან ხოლმე, როცა მე რაღაც მომენტში გასვლა მიწევს, ან ვიღაცა ლაუნჯში გადის რაღაცა ლანჩის პერიოდი აქ ლოკალ დოქტორს, ყოველთვის სხვა გვეყნეს ექიმს ხოლმე რომ მეთქი დაჯექი და რამდენიმე წამი 1-2 შეხვედრა გამიკონტროლე და აი ესეთი ის მივიღეთ რომ ტატამი არ იყოს უყურადღებოდ, რინგი არ იყოს უყურადღებოდ, ხალიჩა არ იყოს უყურადღებოდ და ასე შემდეგ. სამხედროდან მოვედი, ესე ვიტყვი, წლები ვიყავი სამხედრო სფეროში, ეკიმად და ნელ-ნელა სიმართლე რო გითხრათ, მედიცინაზე მეტად უფრო მწვნელობდი. პირველი პაციენტი შემილია გითხრათ რომ იყო ზვიადაური. იმიტომ რომ მაშინ ჭაბუკებში იყო მახსოვს პირველი ოფიციალური შეჯიბრი კადეტების შეჯიბრი იყო პარიზში და იქ წავედით ერთი ოქრო ავიღეთ სარდალაში ზიადაურმა ფინალია და ძალიან ბევრმა იყო მედლები და მახსოვს რომ მაშინ პატარა მუხლის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი ტექნოლოგიები და ეხლა ნუ რა თქონდა მაშინ, რასაც ვიყენებდი ისე მეგობრების დახმარებით და იქიდან დაიწყო ჩემი მედიცინის მასანიძე რა თქმა უნდა, მაგ პერიოდში სულ ის იყო, ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ტრავმიანობა უყვარდა და ეს პერიოდია რა, ნუ 96-ში, 17-ში ოფიციალურად გადმოვედი სპორტში. საჯიც გვიყავი რაღაც პერიოდი საერთაშორისო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფინანსური ის იყო არ არის ახლა დღეს სპორტის სამინისტროს რა ბიუჯეტი, იმის რა ვიცი ალბათ 10% არ ქონდა. ძალიან ჭირდა და ამიტომ ვცდილობდი რომ ხან ექიმად, ხან მწვნელად, ხან საჯად რაღაცით მოხვედრილ ვიყავი დელეგაციაში და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რათა დამემკვიდრებინა ჩემი ადგილი სპორტში და სპორტულ მედიცინაში. კი, ძალიან ხშირად ვიყენებ, მე გეტყვით ელემენტარულად, აი ესე ვიტყვი, რომ სისხლის გაჩერებიდან დაწყებული, აი ელემენტარული შაბები რო არის, იქიდან დაწყებული, რა ვიცი საჭმლის მომნელებელი აპარატი და რავი ანწყლები და რავი ყველა ასკილის წვენები და გვირილის ნახარშები და სისხლის გასაჩერებას სხვადასხვა ანთებითი პროცესები ზოგადად რავალზარღვები სამხედროში სამაქ ეს გავლილი, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ მე ბევრი მასწავლე ჩემმა წინაპრებმა ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სოფელში როცა ვიყავი ხოლმე ძალიან მარტივად, ეხლა გახდა აფთიაქური ქსელი ძალიან მაშინ სად იყო მაშინაც იმ სცენარები მიმზადდებოდა მე როგორც ვიცი და ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ ხშირად გიწევს იმის გაკეთება, ან შეიძლება მოგიწევს საველე პირობაში და მე ვთქვი რომ სპორტული მედიცინა სამხედროსავით არის საველე პირობა, შეიძლება ისეთ რაღაცა იყოს, რომ შეიძლება გამოიყენო გასაყუჩებლად და რაღაცათ ანთების ან ფსიქოლოგიურად პლაცებო მეთოდით ბოლო-ბოლო ადამიანის დაწყმარება, რომ ეს შენთვის კარგია და სანამ მიაღწევს სამედიცინო პუნქტამდე, რაღაც პირველი დახმარება აღმოჩნდა ამ ხალხური მედიცინაში.
ბექაურის თვალებში დავინახე ის ბრძოლის უნარიანობა და ის ჟინი, რომ ის მზად იყო, ან მივდიოდი თოქროზე, ან საერთოდ არ მივდიოდი. არავის არ ჯეროდა. ძალიან დიდი პრობლემები იყო სამინისტროს ჟოლიტებში შეცვალე. მაგრამ, მისი სპორტსმენზე ხარ დამოკიდებული, მაშინ რომ დამენახა მერყეობა, ხა ვერავინ ვერ იტყვის, რომ 23 დღეში რა პერიოდის ქონდა ჩვენ კურნალობა რეაბილიტაციის ვერავის ხელი ის ამოტეხილი და აგლიჯილი და ისა შეხორცებოდა, მაგას ვერავინ ვერ იტყვის, მე კი არა ერთ-ერთი ექიმი, რომ მაგრამ მაქსიმალურად გამოვიყენე ყველა საშუალება ყველა კლინიკაში დარბოდა, სადაც საშუალება ქონდა ტატიშვილში ასკურავა საფე, იქაც ჩავდე ხალხური მედიცინა. და გაამართლა, მაგრამ რა არცით ის ტატამზია სხვანაირი. ის ტკივილის მართვა შეუულია მას. ეს დავინახე ზუსტად მე. ძალიან ბევრი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ოლიმპიადა, მარტო ოლიმპიადები რო ავიღოთ, ფაქტობრივად ასანიძეს ვიადაურ 2004 წელი ერთ ცალფეხარი მხარი არ ხოდა, შტანგას როგორ ეწეოდა, ზვიადაური ცალფეხა იყო. 2008-ში ცირეკიძე ოლიმპიადის ერთი კვირით ადრე გადმოვარდა სკუტერიდან თუ რაღაცა მოპედიდან დღესაც საოპერაციო აქვს ბენისკი და ის, მაგრამ არა, ეგეთი ფეხბურთს თამაშობს, ნაკრების წვდენია და ვარჯიშსაც არის. ცალფეხა იყო, მაგრამ მაშინ ტექნოლოგიები იყო. ისა მინდორაშვილი ნეკრი ქონდა დაზიანებული, გაიტეხა, ურიკველიას თითი ქონდა მოტეხილი. რა ვიცი, ძალიან ბევრი ხა ნოზაძე, ძალიან ბევრი იყო ეგეთი, რომლებიც თუშიშვილის დეკატე არა ჩანს, იმიტომ რომ კიმანო და იმაში ჩვენ ის არის ხანდახან რომ გენო პეტრიაშვილის ხარი და ყი სუტყიოდა. მე არ მახსოვს პრაქტიკულად ჯამთელი, ალბათ რა ვიცი, ეგეთი ჯამთელი ვიღაცა მისული იყოს, იმიტომ რომ ხშირად როდესაც პიკში შედიან, მაშინ არის ყველაზე ისეთი, რომ მაშინ ხდება ტრავმები, მაგრამ დღეს ხო გეუბნებით, ხა რა დღეს ტექნოლოგიები და რასაც სამინისტრო გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ ყველაფერი შევიზინოთ. დღეს მე პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთ ქვეყანას არ ჩამოვრჩებით. ეგ კი არა, როცა მე დელეგატად ავახომე ჩემ სამედიცინო გუნდთან ერთად, მე გეუბნებით, რომ სხვა ექიმების კი წყნარათა და ხშირად ყოფილა, რომ ახაბურიშვილი იქ არის თავის სამედიცინო გუნდით, მიხედავენ. აი ესეთი რაღაცა არის. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოგვ, იმიტომ არ ვიცი, ვის, როდის რა დაჭერდება. თვითონ სიტყვა სპორტსმენი რო არის და მოქალაქე შეგიძლია მისი იმ სტანდარტული იმეებით, პროტოკოლი და იმ ნორმებით, რაც არის სილაბუსი და იმით მოცემული, კიდე თეორიული დონეზე, კიდე პრაქტიკულ დონეზე. სპორტსმენო პარალელურად უნდა იასპარეზოს. აი ეგ არის განსხვავება. იმ მოქალაქე შე ვერ მოთხოვ შტანგა აწიე და იჩხუბე და იჭიდავე და რაღაც, ამიტომ ჩვენ ვაფიქსირებ და ხელოვნურ ყესებს, ხელოვნურ ყუთს, ანუ გადაგვაქვს ეს ტკივილი სხვა იმას და ესე ვცდილობთ, რომ შეუმსუბუქოთ, ან ხელოვნურად მივცეთ საშუალება იმ კუნთმა გააკეთოს ის დანიშნულება, რომ ბექაურზე იყო, იგივე ტალახაძე გაწყვეტილი კუნთი და იმი და მახსოვს ჭინჭარაული ჩვენი გუნდის ექიმის რაღაც საოცრებას აკეთე და ხელოვნურად ყველა კორსეტი გაუკეთა. რომ ყველა კუნთი დაზიანებული ქონდა, არის ეგეთი ისინი. უხსნი ძალიან წყნარად, რომ შენთვის ეს იაჯო, იმიტომ რომ ის ტურნირი, რომელიც რაღაცარეიტინგოა, მაგრამ რაღაც 20-30 ქულას გადის, მაგრამ ის უფრო შემდგომში თუ შენ იმ პერიოდს მომცე, რომ მე მორკვირაში ერთ თვეში უფრო კარგად დაგაყენე და იჭიდავე, ხო? და თან ამ რეაბილიტაციის პროცესში კურნალობაც ისე წავა, რომ შენ არ ამოვარდე ფორმიდან, სპორტსმენები გაგებით ვინც მე მიხარია ხოლმე. ყოფილა რომ გაჯიუტებულა და რაღაცა და ხელები ამიწევ თქვენი არჩევანია, მაგრამ როცა წაუგიათ შედეგებიც არ ვამბ, აი მიმხვდარა რომ არასწორი ნაბიჯი იყო, მერე სხვებზეც უკვე სწორად მოქმედებს და კარგად მოქმედებს. კიდეც აი შერაზადაშვილის მახჩობილა, თითქოს დავიწყე, მე არ უნდა შევწულიყო, იმიტომ რომ 5 იაპონელი იყო, პლუს თავარი ექიმი იყო, პლუს ესპანი, მაგრამ გაერთო ხალხი. საჯმაც ცოტა პატარა ისახნა, ვერ პოზიცია არის ცოტა ვერ შეაჩერა და აი ეგ დავამახსოვრეთ, რომ ჯერეთი რომ ქართველია, მეორე ჩემი მეგობრიშვილი იყო და მესამე მართლა ისეთი იყო, რომ დიდხანს მოხდა ის, ამიტომ აღარ დაველოდე იმას და ცოტა ის პოდიუმი იყო და მე ძალიან ისე ვცდილობდი, გვერდზე გიორგი მგელაძე მომყვებოდა ჩემი ექიმი და აი ეგეთი სიტუაცია იყო, ეგა იყო, ну რა თქმა უნდა, იგივე ბექაურის მიღებული ტრავმა, როცა მის სახეს დავინახე, იგივე ტალახაძესაც ქონია შეიძლება დავითაძე მახსოვს რეზი, კუნთი გაუწლა აპაცსა და აპრაშორის შესვენებაზე ვიყავი და
აი რა ვიცი, რა გავაკეთე და ჭინჭარაუმა რაღაცა მოიფე ყინულიც კი ჩავტოვეთ შიგნით და ისე დავსკოჩეთ ფეხი და აი მახსოვს იქ ზუსტად ხალხური მედიცინის რაღაცა მოვიგონეთო, აი ის ნემსი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ჯადოსნურია და აი ნემსი არ არსებობდა. იმ წუთში ვფიქრობდით რა შეგვეყვანა გამახუჩებდა. ბოლო არაფერი, უბრალოდ ნემსი გავაკეთეთ და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.